ადამიანისთვის საჭირო თემით, მით უმეტეს ბევრისთვის მიწის ყიდვა და სახლის აშენება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაწყვეტილებაა, თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა აღმოჩნდება, რომ მიწა, რომელიც იდეალურად გვეჩვენებოდა, რეალურად უამრავ პრობლემას მალავს, მათ შორის იურიდიულს, ტექნიკურს თუ სამშენებლოს. ხშირად შეკითხვების დასმას მიწის ნაკვეთის ყიდვის შემდეგ ვიწყებთ, თუმცა პასუხები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს, ამიტომ სჯობს ყურადღებით მოусმინოთ სპეციალისტებს და წინასწარვე მივიღოთ აუცილებელი ინფორმაცია, შეიძლება თუ არა საერთოდ კონკრეტულ მიწაზე მშენებლობა, რატომ შეიძლება ვერ მივიღოთ ნებართვა, ან რატომ შეიძლება გაგვეზარდოს ხარჯი მოულოდნელად, რა მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის ფართობს, ნაკვეთთან მიმავალ გზას, ან მიწაზე არსებულ მცენარეებსა და საკომუნიკაციო არხებს მშენებლობის ნებართვას და მოკლედ ამ და სხვა შეკითხვებს ჩვენი სტუმრები უპასუხებენ. ჩვენი თანაწამყვანი იურისტი და სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია და სამშენებლო სამართლის სპეციალისტი, არქიტექტონის მმართველი პარტნიორი ოთარ ნარჩემაშვილი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები, რომლებსაც მივესალმები, მადლობა რომ ხართ პირველ რიგში ჩვენთან ერთად. მით უმეტეს უნდა ვისაუბროთ ფაქტობრივად ჩვენს ცხოვრებაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაზე, მომავალზე, სურვილებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენი დაუდევრობის ან არცოდნის გამო ერთ დღეს რაც გარკვეულ სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს. თამარ, მოდი დავიწყოთ. თავდაპირველად იმით მიწის ყიდვამ და პირველ რიგში რა უნდა შევამოწმოთ, რომ მე არ აღმოჩნდეს რაღაც გარკვეული შეკითხვები, გარკვეული დისკომფორტები და რაიმე შეზღუდვა ადევს თუ არა ჩვენი მიწის ნაკვეთს, როგორ უნდა გავარკვიოთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და პროდუქტიულს ასიამოვნო დღეს ვუსურვებ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ რასაკვირველია კლასიკურ შემთხვევაში ჯობია, რომ მიწის ნაკვეთის ყიდვის წინ დაუკავშირდეთ შესაბამის სპეციალისტებს, ანუ სამშენებლო სამართლის და ასე რომ ვთქვათ, იურიდიული მიმართულებით გავიაროთ კონსულტაცია, თუმცა როგორც ისეთ ხშირად ხდება ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთის თანხას რომ ძლივს ესე რომ ვთქვათ, შევაკოწიწებთ და მოვუყრით თავს, აღარ გრჩება დამატებითი ფინანსები იურიდიული საკითხების თუ სხვა საკითხების ტექნიკური, მათ შორის საკითხების გასავლელად. ამიტომ ეს გადაცემა ვფიქრობ, რომ გამოადგება ბევრ ასეთ ადამიანს. ეს იგი პირველ რიგში დავიწყოთ იურიდიული საკითხით. რას ვამოწმებთ პირველ რიგში? ნუ ყველას გაგვიგია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩანს მიწის შესახებ ინფორმაცია, თუ რამდენი კვადრატულია, ვინ არის მესაკუთრე და ადევს თუ არა ამ მიწის ნაკვეთს რაიმე შეზღუდვა, როგორიც არის. მაგალითად, ყადაღა ან იპოთეკა და ასე შემდეგ. ეს იგი ყადაღა რა არის? ყადაღა არის შეზღუდვა, როდესაც მიწის ნაკვეთის გაყიდვა არ შეიძლება. ხოლო იპოთეკა ეს არის ის, რომ მიწის ნაკვეთი დატვირთულია ვალდებულებით. ხო, ეს შეიძლება იყოს საბანკო ვალდებულება, ეს შეიძლება იყოს სხვა საკრედიტო ორგანიზაციის ვალდებულება. შეიძლება ისე შევიწინოთ მიწა, რომ საერთოდ არ გქონდეს ინფორმაცია, რომ მას ყადაღა ადევს ან იპოთეკით არის დატვირთული. რასაკვირველია, ანუ მე მგონია, რომ მაინც მოსახლეობის უმეტესობამ იცის, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი უნდა ნახოს, მაგრამ რაც არ იცის ბევრმა იცის, არის ის, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის ნახვა არ არის საკმარისი, რატომ? იმიტომ, რომ შესაძლებელია საჯარო რეესტრის ამონაწერი იყოს შარშანდელი. შარშანწიგელი არ იყოს განახლებული. დღეს კიდევს და თითქოს დღევანდელი მონაცემი 100 არ გახლავთ, მეგობრებო. აუცილებელია ფაქტიურად 10 ლარი ღირს 15 ლარი ახლა არ მინდა მეშლებოდეს, მაგრამ მცირე თანხებთან არის დაკავშირებული, აუცილებელია ამონაწერის განახლება დღევანდელი მდგომარეობით. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად თუ კი მქონებას დაედო თქვა რაღაცა ყადაღა ნაგზალვა შეიძლება საჯარო რეესტრის ამონაწერში, რომელიც არის 2023 წლის არ ჩანდეს. ამიტომ აუცილებელია ამონაწერის განახლება ვისი პრეროგატივაა თამარ? გეტყვით, ეს შეუძლია გაკეთოს ნებისმიერ ადამიანს. აუცილებელი არ არის რომ მესაკუთრეს ვეხვეწოთ რომ შენი ჭირიმე გაგვიკეთე ახალი ამონაწერი. არა, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ფიზიკური პირი მივიდეთ და გავაკეთოთ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერი. გადავიხადოთ მცირე თანხა, რომელიც არის გადასახდელი. როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ? შეგვიძლია ადგილზე საჯარო რეესტრში მივიდეთ, თქვათ იუსტიციის სახლებში, ან თქვათ ონლაინად შეგვიძლია გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში პრობლემა არ არის ამის გაკეთება. ეს არის პირველი და ყველაზე ფუნდამენტური, რაც აუცილებელია, რომ ნებისმიერი მიწის ნაკვეთის შესყიდვის წინ გავაკეთოთ. გასაგებია, ოთო. შენ ამ დარგის და ამ მიმართულების სპეციალისტი ხარ და ერთი შენაირი ადამიანი ყველა სჭირდება, ვინც მიწის ნაკვეთის შეძენის და ძებნის პროცესშია. ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ტერმინი ზონირება. თუ შეიძლება ეს ტერმინი რომ ესე მარტივენაზე გაგვაგებინოთ ჩვენს ტელემაყურებელსაც და შეიძლება თუ არა ზონის გამო საერთოდ აგვეკრძალოს კიდევაც მშენებლობა კონკრეტულ ლოკაციაზე. დილამშვიდობის პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, მადლობა ზურა ძალიან საინტერესო შეკითხვისთვის, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენი კითხვები.
კი ბატონო, ნახეთ, ზოგადად უნდა გქონდეს ჩვენ ინფორმაცია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება წესრიგდება სამშენებლო კანონმდებლობით და სამშენებლო ზონირების პრინციპით. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული ტერიტორია დაყოფილია ფუნქციურ ზონებად. აი, მაგალითისათვის ავიღოთ საცხოვრებელი ზონა. გვაძლევს ინფორმაციას, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება დასაშვებია ძირითადად საცხოვრებელი სახლებით. აი, ფუნქციური ზონები ასევე გვაძლევს ინფორმაციას, მაგალითად, რა ფუნქციის შენობა ნაგებობის მშენებლობა არის დასაშვები კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, საზოგადოებრივ საქმიან ზონაში შეიძლება განვითარდეთ კომერციული ფუნქციებით, სამრეწველო ზონაში შეგვიძლია განვითარდეთ სამრეწველო ობიექტები, საწყობები და ასე შემდეგ, მაგრამ აი, რაც შეეხება სატყეო ზონას, ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას, აქ მშენებლობა საერთოდ აკრძალულია. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციები მოვიციოთ და ისე მივიღოთ მიწის ნაკვეთის შეწყობის დროს გადაწყვეტილი. სატყეო ზონის ზოგადად ესე ფიზიკური პირისგან გაყიდვა შესაძლებელია? ანუ შესაძლებელია, რომ სატყეო ზონა ფიზიკურ პირზე იყოს გადაფორმებული და შემთხვევით შემოგეყიდოს? ნახეთ, ძალიან ბევრ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გენერალურ გეგმაში არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე დაედო სატყეო ზონა. როდესაც ეს მიწის ნაკვეთი არის კერძო საკუთრებაში, ეს არის ფუნქციური სამშენებლო ზონა, ანუ ეს არ არის ტყის მასივები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის მასივები. შესაბამისად, კონკრეტულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, როდესაც სამშენებლო განვითარების აკრძალვის მიზნით დაედო ფუნქციური ზონა სატყეო, იმიტომ რომ იქ მაგალითად განაშენიანებულია უნიკალური მწვანე ნარგავები, ან თუნდაც პერსპექტივაში მუნიციპალიტეტი დაგეგმილი აქვს, რომ კონკრეტული არეალები უნდა განვითარდეს გამწვანებული სახით, ასე დროს ედება შეზღუდვის ზონები. ანუ შენია, მაგრამ ფუნქციურად მისი გამოყენების შესაძლებლობა არ გაქვს. სხვა რაიმე დანიშნულებით. დიახ, ნამდვილად. ოთარ, აი საინტერესოა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვათ მიწის ნაკვეთი ის ფართობი, რომელიც შევიძინეთ, არის პატარა და შეიძლება თუ არა, რომ აი ამ ფაქტორმა ხელი შეგვიშალოს და მშენებლობა საერთოდ ვერ განვახორციელოთ. კეთილი, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის ასევე. ნახეთ, ფუნქციური ზონები, რომელზეც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ, ხო, და განაშენიანების რეგულირების წესები, ანუ სამშენებლო კანონმდებლობა ჯამურად გვაძლევს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის სამშენებლო პარამეტრების თაობაზე. ეხლა ეს რა არის? საყურადღებო მინიმალური პარამეტრები. ეს პარამეტრი არის მიწის ნაკვეთის ფართობი, ეს პარამეტრი არის მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრის სიგანე და ეს პარამეტრი არის მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრის სიღრმე. ეს სტანდარტია, ერთგვარი, რომელიც უნდა ვიცოდეთ. აი, მაგალითად, რო ავიღოთ, ყველაზე დაბალი ინტენსივობის სამშენებლო ზონაში, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა 1, ხო? მინიმალური ფართობი მიწის ნაკვეთისა უნდა იყოს 200 კვადრატული მეტრი, მინიმალური რეგისტრირებული საზღვარი სიგანე მიწის ნაკვეთისა უნდა იყოს 9 მეტრი, ხოლო მინიმალური რეგისტრირებული საზღვარი, ანუ სიღრმე უნდა იყოს 15 მეტრი. თუ ამ პარამეტრებს მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს, სამშენებლო განვითარება დაუშვებელია. საგამონაკლისო შემთხვევები გვაქვს, როდესაც არსებობს დასაშვებით ცდომილებები, ფართობთან მიმართებაში არის 2%-იანი დასაშვებობა, ხოლო სიგანე და სიღრმესთან მიმართებაში 5%-იანი დასაშვებობა. თუ ამასაც არ აკმაყოფილებს, შეიძლება სპეციალური წესით ინდივიდუალური განვითარების პარამეტრები მოგვენიჭოს, მაგრამ ეს უკვე ართულებს ცხოვრებას და შეიძლება შეგვჭეს სამშენებლოდ განვითარებელი მიწის ნაკვეთი. განსაკუთრებით ეს აყურადღებაა, როდესაც თქვათ მიწის ნაკვეთს ყიდულობენ და თქვათ გაყოფის იდეა აქვს, თქვათ შვილებს შორის, თქვათ ან და-ძმას შორის, ასე შემდეგ ხშირად ხდება, რომ თქვათ მიწის ნაკვეთს იყიდიან და შემდეგ თქვათ გაყოფას ისედაც ბევრი ეცილებიან ხოლმე ერთმანეთს და რაღაც სამეგობრო ან სანათესაო რაღაცნაირად ხშირად ყიდულობენ ხოლმე გასაყოფ კი, ასეც ხდება, ამიტომ აქ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ამ გაყოფაში არ დაზარალდეს ორივე მხარის ინტერესები. გასაგებია. შეიძლება ზარცოდნის გამო პრინციპში ძალიან კი ბატონო. თამარ, მოხდეს. მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია თავისთავად ცხადია, სახლს ავაშენებთ თუ რას გავაკეთებთ საბოლოო ჯამში ჩვენთვის პრიორიტეტულია, ასევე საინტერესოა ჩდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა აი მისასვლელი გზა გაჩნდეს დაუშვათ მშენებლობის ნებართვის არ გაცემის საფუძველი და რა შემთხვევაში ხდება ეს თუ ეს ასე? გასაკვირველია, იმისთვის რომ მშენებლობის ნებართვა მივიღოთ, აუცილებელია მისასვლელი გზა იყოს ნაკვეთამდე. აქ საყურადღებო საკითხი რა არის? ანუ ის პირველი რომ უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებელია მისასვლელი გზის არსებობა მიწის ნაკვეთამდე. ანუ მისასვლელ გზაში ბილიქს არ გულისხმობ, ანუ მისასვლელ გზას გულისხმობ, რომელიც გზად შეიძლება ჩაითვალოს, ანუ სამანქანო გადაადგილებისთვის. მეორე საკითხი არის ძალიან ესეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ადამიანს უბრალოდ გამორჩეს და ვერც კი დაუშვას. შეიძლება მიწის ნაკვეთის ხილვისას ნახა, რომ გზა მიდის და კითხვაც არ გაუჩნდა, რომ შეიძლება გზა შეიძლება ეს გზა არ არის იურდუად რეგისტრირებული. ნუ რაღაცა გზა მიდის,
განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, ხო, სადაც ვთქვათ, ბევრი მიწის ნაკვეთია, ანუ მიხვალ მიწის ნაკვეთამდე, მაგრამ რეალურად იურიდიულად მისასვლელი გზა არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იურიდიულად მისასვლელი გზის არ ქონა არის მშენებლობაზე უარისხმის საფუძველი. თუმცა აქ შეიძლება იყოს გამოსავალი სერვიტუტი. აი აქ რას აკეთებენ დაუშვათ, არის ბევრი ისეთი ადგილი, სადაც განაშენიანება ჯერჯერობით არ არის და არც კონტურებია გამოკვეთილი თუ ვისი, რომელი მიწის ნაკვეთია და ამ შემთხვევაში შესაძლოა ადამიანმა ჩათვალოს, რომ აი ეს იქნება გზა. თუმცა ცდებოდეს. რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში, რა უნდა იყოს მისგან სწორი ნაბიჯები, რომ დარწმუნებული იყოს, რომ ეს ნამდვილად გზა არის და არა დაუშვათ ვიღაცის საკუთრებას მომავალში. კი ბატონო, პირველ რიგში უნდა გადამოწმდეს, არის თუ არა ეს იურიდიულად გზა. თუ აღმოჩნდება, რომ არის ხომ კარგი, ანუ ეს არ შეგვეშლის ხელმძღვანელობის ნებართვაზე, დანარჩენ პარამეტრებს უნდა მივხედოთ, რასაც ოთო მისაუბრა და კიდევ ვისაუბროთ. თუ იურიდიული გზა არ არის, ასეთ შემთხვევაში არის ფაქტობრივად ორი გამოსავალი. ერთი თუ თქვათ რაღაცა არ არის კერძო საკუთრება და სახელმწიფო საკუთრებისთან მომიჯნავია მიწის ნაკვეთი, მაშინ უნდა მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ თუ კერძო საკუთრებაზე უნდა გავიდეს ყველა შემთხვევაში, ანუ თუ მიწის ნაკვეთის ირგვლივ არის მხოლოდ კერძო საკუთრება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერაფერს იზამს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი, რაც ვთქვათ, სამართალში არსებობს, ეს არის კეთილი ნება. ხო, ასე დავარქვათ, იურიდიულად ქვია სერვიტუტი, ანუ როდესაც მესაკუთრე გამოყოფს სხვისი საკუთრებისთვის გზას, მაგრამ რასაკვირველია, ეს გამოყოფა გზის შესაბამისად ანაზღაურება თუ უნდა იყოს. ეს არის შეიძლება საკუთრებაში კი არ გადაეცემა. რა თქმა უნდა, იურიდიულად აქვს უფლება. არის იქ გარკვეული ჩანაწერები, რომელზეც შეგვიძლია ესე რომ ვთქვათ, ხელი მოუჭიდოთ, იმიტომ რომ თუ მიწის ნაკვეთს არავითარი სხვა ალტერნატივა არ აქვს, შეიძლება დავალდებულება მეზობელი მიწის ნაკვეთის, რომ მისასვლელი გზა გაკეთდეს, მაგრამ თუ ეს არ იყო გამოწვეული, აი მესაკუთრის ბოროტი მოქმედებით. ეს ბოროტი მოქმედებაში რა იგულისხმება? მაგალითად იგულისხმება ის, რომ მისასვლელი გზა მაგალითად იყო, მაგრამ პირობითად ეს გააუქმა, იმიტომ რომ თქვათ მიწის ნაკვეთი თქვათ რაღაცა გააფართოვა, ან ასე შემდეგ. ანუ აი ამ დროს ესტაკადა უნდა გაუკეთო თავზე პირდაპირ. ხო, ну ესე იგი. თუ კიდურესი სიტუაცია და მიწის ნაკვეთი არც არ აქვს მისასვლელი, შეიძლება დავავალდებულეთ მეზობელი მიწის მესაკუთრე, რომ სერვიტუტით მოგცეს. სერვიტუტი არ არის საკუთრებაში გადაცემა, ანუ იმ ნაწილის გადაცემა კი არ ხდება საკუთრებაში, იმიტომ ეს გაართულებდა მე აი რაც ცოტა ფართობზე და ყოფაზე ისაუბრა. ეს საკუთრება რჩება იმ ესე იგი მეზობელს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ფლობელობა ესე იგი შეუძლია გამოიყენოს ამ მიწის მესაკუთრემ გადაადგილებისთვის. მაგრამ ახლა ეს მეზობელი რამდენჯერაც გაბრაზდება იმდენი რომ ეს საკუთარი საკუთრება გადამიკეთოს. არა, სერვიტუტი არის. შემოშობის უფლება. სერვიტუტი თუ გაკეთდა, უკვე პირს წარმოეშვება მფლობელობის უფლება. აი დაახლოებით რომ შევადაროთ, თქვენ რომ ბინას ქირაობთ. თქვათ ერთი წლით ხო არ შეუძლია მესაკუთრე შემოვარდეს და გამოგიშვათ. მართალია თქვენი არა ანაქირავებია, მაგრამ თქვენ წარმოგეშვებათ უფლება, რომ ქირის პერიოდის განმავლობაში თქვენ ისარგებლოთ. ასე სერვიტუტიც, ანუ მართალია სხვისია, მაგრამ თუ სერვიტუტი არის იურიდიული ძალის მქონე, მაშინ მას სერვიტუტის ფლობელს წარმოეშვება შესაბამისი უფლება. გამოსავალი აქაც არსებობს. ოთარ, იცი რა მაინტერესებს, თუ არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა, რომელსაც დაგეგმილი აქვს სიტყვაზე უახლოეს მომავალში მიწის ნაკვეთის შეძენა, გარკვეულწილად განსაზღვროს, რა ზომის სახლს ააშენებს. ან სართულები იცოდეს, თქვათ, აი ეს დეტალები თუ არის შესაძლებელი, რომ წინასწარ ვიცოდეთ, სანამ შევიძენთ. კი, გავითავისოთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტა. დადგენილია პარამეტრები ზოგადად, კი, რა თქმა უნდა. აი ზემოთშობის პარამეტრებია დადგენილი, ჩამოთვალე მიწის ნაკვეთის სამშენებლო პარამეტრები. მათ შორის პარამეტრები არის განაშენიანების კოეფიციენტები, K1, K2 და K3 კოეფიციენტი. ხა ეს რას ნიშნავს? მაგალითად, აი ფუნქციური ზონები და სამშენებლო კანონმდებლობა გვაძლევს ინფორმაციას კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რა თქმა უნდა, თუ ეს სამშენებლო მიწის ნაკვეთია და ვარგისია სამშენებლოდ, რა რესურსი აქვს მშენებლობის. აი მაგალითად, K1 კოეფიციენტი გვაძლევს ინფორმაციას იმის თაობაზე, მიწის პირზე რამდენ კვადრატზე შეგვიძლია რომ პირველი სართული ავაშენოთ. აი ესეთი მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, ხო, მაგალითისათვის თუ ჩვენი მიწის ნაკვეთი მოქცეულია საცხოვრებელ ზონა 1-ში, ყველაზე დაბალი ინტენსივობის განაშენიანების ზონაში, აქ მიწის პირის განაშენიანების კოეფიციენტი არის 0.5, ანუ ჩვენი მინიმალური ფართობი, რასაც უნდა ვაკმაყოფილებთ, არის 200 კვადრატული მეტრი, 200 გამრავლებული 0.5-ზე ჩვენ შეგვიძლია რომ პირველი სართული ავითვისოთ 100 კვადრატული მეტრის ფარგლებში. ასევე გვაქვს ინფორმაცია სართულიანობასთან დაკავშირებით და ასევე გვაქვს სამშენებლო პარამეტრებში ინფორმაცია სიმაღლის კოეფიციენტთან დაკავშირებით. ეს სიმაღლე და
აი ეს მრავალსართულიანი корпуსი და ასე შემდეგ, ეს უკვე ლოკაციაზეც დამოკიდებულია ალბათ, თუ სად ვაშენებთ, ხომ, ზოგადად. ფართობზე, ფუნქციურ ზონებზე, რა თქმა უნდა, ფუნქციური ზონების დაგეგმარების პრინციპი არის კონკრეტული ხედვა, პერსპექტიული ხედვა და კონკრეტულად ჩამოყალიბებული ან ზოგადად უკვე არსებული ჩამოყალიბებული უბანის შესაბამისად, მაგალითად დაბალი განაშენიანების მქონე უბანში დისონანსის შეტანა დაუშვებელია და корпуსებით არ უნდა შევიჭრათ და ზონებაც ესე უნდა გასაგებია. ბოთო, ჩვენ მაქსიმალურად ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ შევეცადოთ მაქსიმალურად ყველა კითხვა დავსვათ. რამდენად რეალური საფრთხეა, რომ ადგილი, სადაც მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ, აი გადიოდეს რაიმე მილები ან სხვა კომუნიკაციები და ამის გამო ჩვენ შეგვეზღუდოს ან საერთოდ აგვეკრძალოს მშენებლობის უფლება. კეთილი, კი ბატონო, ნახეთ, ანუ ზოგადად როდესაც ნაკვეთს ვაფასებ და ვყიდულობთ, ხო, ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს ხედები და გვაინტერესებს კომუნიკაციები არის თუ არა ნაკვეთამდე მოყვანი, რომ მე იაფით აგვიждდეს შეყვანა. მაგრამ რეალურად ყურადღება რაზე უნდა გავამახვილოთ? ნახეთ, ყოველ კონკრეტულ საინჟინრო ნაგებობას ეს იქნება წყალი, საჰაერო, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზის მილები და ასე შემდეგ გააჩნია უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაცვის ზონები. აი მაგალითად ვსაუბრობთ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, მაგალითად, რომელიც არის მაღალი ძაბვის, დაცვის არეალი აქვს 25 მეტრი, რატომ ისი გაწყდომის შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგია გათიშული არ არის, 25 მეტრის არეალში არსებობს დენის გადაცემის, ანუ გავრცელების საფრთხე და იმ არეალში თუ ადამიანი გაივლის, ფატალურად შეიძლება ეს დასრულდეს. ამიტომ ნახეთ, წარმოიდგინეთ რა, როდესაც გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ მაქვს მომცრო მიწის ნაკვეთი, რომლის სიღრმეც არის 15 მეტრი, როგორც აღვნიშნე, და 3 მეტრში გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, მაგალითად 100 კილოვატი რა. 25 მეტრიანი დაცვის არეალი, როდესაც გვაქვს ფიზიკურად ვერ დავიცავთ, ანუ ვიყიდეთ კარგი ხედებით მიწის ნაკვეთი და მივიღეთ ნული ლიკვიდურობა რეალურად, იმიტომ რომ ვერ განვავითარებთ სამშენებლოდ. იგივე დაცვის სტანდარტები გააჩნია მიწისქვეშა გაზის მილებს, იგივე სტანდარტები გააჩნია წყლის მილებს, კანალიზაციას და ხშირი მაქვს ძალიან შემთხვევები პრაქტიკაში ქალაქ-გარეთ ტერიტორიებზე გადის მაგისტრალური მილსადენები, რომელსაც ასევე 25 მეტრიანი დაცვის არეალები აქვს. ამიტომ ამაზეც უნდა ყურადღება გავამახვილოთ. კარგი და ბოლოს შეკითხვა თაბართ რომ ფაქტობრივად აღარ გვაქვს, რა ხდება მიწის ნაკვეთზე ხეების არსებობის შემთხვევაში, აი აქ რა მთავარი რეკომენდაციები უნდა გავიგოთ. დიდი თემაა, მაგრამ ვეცდები რომ მოკლედ თქვა, რადგან დრო არ გვაქვს, ხეები შეიძლება რა თქმა უნდა აღმოჩნდეს მშენებლობის ხელშეშლის საფუძველი, კერძოდ თუ კი მწარე ნარგავები და ხეები, ბუჩქები არის მიწის ნაკვეთზე, ზოგადად ადგენილი წესის მიხედვით, ამ ხეებიდან გარკვეული დისტანცია უნდა დავიცვათ მშენებლობის განსახორციელებლად. იქ არის 3 მეტრი დადგენილი ხეების შემთხვევაში, თქვათ ბუჩქების შემთხვევაში 1.5 და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ამ ხეებს შორის შენობის ჩადგმა. ხო თქვათ, ბევრი ხე არის ნაკვეთზე. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა თეორიულად შესაძლებელია ზოგიერთი ხის გადატანა. ან მოჭრის ნებართვა. არა, ესე ნახეთ, არა, ერთი წუთით ძალიან საყურადღებო საკითხია, ზურაბ, ძალიან საყურადღებო. ნებართვის მოპოვება თეორიულად ზოგიერთი ხის შემთხვევაში შეიძლება რომ მოვიპოვოთ ნებართვა რომ მოვჭრათ, ან გადავრგათ, ხო? მაგრამ არის ხეების ჯიშები, განსაკუთრებით წითელ წიგნში შეტანილი ხეები, რომლის მოჭრაც ფაქტობრივად შეუძლებელია და აქვე ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ხა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ვირაც გაიგებს ჩემ ნაკვეთზე, კაცო მე მოვჭრი და ვიტყვი არ იყო აქ ხეებიო. ამას ნუ დავეყრდნობით, იმიტომ რომ ძრიგ შემთხვევაში გვაქვს ესე რომ ვთქვათ რუკები, სადაც ჩანს გადაფრენით კეთდა, მოგეთ არის რუკები, სადაც ჩანს ხეები და ძალიან დიდი სანქციებია ხის მოჭრასთან დაკავშირებით. შეიძლება ჯარიმა დაგვეწეს 5000 ლარიანი ჯარიმა ხომ არის. პლუს თუ წითელ წიგნშია შეტანილი პირდაპირ სისხლის სამართალია, ანუ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. და თუ აი ამ ხის მოჭრით ბუნებისთვის მიყენებული ზიანი შეფასდა 8000 ლარს აღემატება, იქაც სისხლის სამართალში გადადის მიუხედავად იმისა, წითელ წიგნში არის თუ არა. ამიტომ იმის იმედად ნუ ვიყიდით მიწას რომ მივჭრით, მოვჭრით, ანუ ვიცოდეთ რომ ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან, ფინანსურ და სისხლის სამართლის. ცხადია, უღრმესი მადლობა.